გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქარდაგის ახალ ეპიზოდს. ცოტა შუმად იმით ვსაუბრობ, რომ ეხლა ვიყოფებით ერთ-ერთ ძალიან მშვიდ ადგილზე, სადაც კიდევ მე ყოფილი ვარ. ეს არის ლოხეკის ავტოდრომი, პატარა ქალაქი არის საფრანგეთში, ქალაქ რენესთან ახლოს, შეიძლება ასე უფრო იცნოთ აქაურობა, რომელსაც აქვს თავისი ავტომუზეუმი, რომელშიც ახლა შევალთ და ვნახავთ რა ავტომობილებია. შემდეგ გადავინაცვლებთ უკვე უშუალოდ სარბოლო მონაკვეთზე, სადაც დღეს ტრეკ-დეი ტარდება და ჩამოსულები ვართ გადატენილი პეჟოთი. მე და ჩემი მეგობარი გაჩვენებთ გერდა. სად არის ვაფშე? დაუძახებერე. მე და ჩემი მეგობარი გიო ინასარიძე, ბევრმა ალბათ იცით ჩემო მაყურებლებმა, იმიტომ რომ წყვილთარბოლებს დადიოდა საქართველოში ძალიან აქტიურად და აქაც ჩართული არის მეტნაკლებად სამოყვარულო ავტოსპორტში. ყავს მომზადებული პეჟო, ზოგადად ჰონდის მოყვარულია, ჰონდა ვიყავს ხოლმე სულ, მაგრამ ამჯერად პეჟოთი ვართ და ორივე ვილით ავტოდრომზე, ავტოდრომსაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ და გაგიზიარებთ პეჟოს მართვის გამოცდილებას, რომელზეც ვსაუბრობდი წინა ვიდეოში, თუ არ გინახავთ, ნახეთ ეგ ვიდეო საოცრებლად. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ახლა კი შევედით მუზეუმში და ვნახოთ საინტერესო ავტომობილები. პირველი რაც გვხვდება, ეს არის რეტრო ავტომობილები. გიო, მოდი, გაგაცნო. ჩემს ხალხს, ჩემს მაყურებელს. ანა, მოდი, ანა. ნახე. ეს არის გიო. აგერ ნამდვილი ჰონდას მოყვარული არის. დღეს კი პეჟოთი ვარ წეღარეონებოდი ხალხს, მაგრამ გიო არის ჰონდას მოყვარული და მოკლედ გვიმას მიდლა ამ ქალაქში გიოსთან დავჭით უშინ, მადლობა ძმაო, ვიდეოშიც. ხო და რავი, ახლა დავათვალიერებთ ერთად მუზეუმს და მე უკვე გადავინაცვლებთ ტრეკზე, სადაც ბატონი გიორგი ჩაგვიტარებს ინსტრუქტორს თუ როგორ უნდა ვიაროთ პეჟოთი ამ ტრეკზე, იმიტომ რომ ეს ტრეკი იცის ნასიარულები აქვს, თუმცა პეჟოთი თვითონაც პირველად არის, ხო? და ალბათ არ ვიცი, ნახოთ რა იქნება. პირველად ვზევი პეჟოზე. პეჟოს მოყვარელებო გამარჯობათ. ეხავე გეტყვით პირდაპირ ვიდეოს ბოლოს გეტყვით როგორი მანქანაა. ჰონდა. ხო, ეგ საინტერესოა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვჟელობდით ახლა გზაში მომდიოთ, რომ ჰონდა მაინც ალბათ უფრო ჯობია, მაგრამ საფრანგეთში მაინც პეჟოს და რენოს უფრო აქცია ყურადღებას და მოსწოთ. ხო, ეს ჰეჩბეკები უფრო მოსწოთ. ფრანგულს წაურტყით, სადოთ უნდა ნახოთ როგორი იქნება. მეც არ მივლია ტრეკზე უშუალოდ ფრანგული მანქანა და ერთად ნახოთ. მანამდე კი აქ მყავს საინტერესო მოდელები, რენოსი. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ავტომობილები, ხო, როგორც ხვდები. 1899 წელს გამოშვებული. ვაი, რა მოტარა ძრავია. ხო. 30 კმ/სთ აქ მაქსიმალური სიჩქარე. ეს რა არის 1816. ანა ეს არ გინდა? მაგარია. ეს თავადურია. ესე იგი ამერიკული და ესენი ევროპული მანქანები აქედანვე განსხვავდებოდა რა, ხედავ? ესენი უფრო პატარები იყო და ესენი უფრო დიდები იყო რა. პირველი მოდელებიც კი უკვე ეს არის, განსხვავებულია. ამერიკული მანქანები უფრო დიდებია. ჯერ კიდე პირველი გამოშვებები. და აქედან წამოვიდა მე ყველაფერი. ეხლა კი გათანაბრდა უკვე ზომები. თელ სოფლიოში ყველა მანქანა თითქმის ერთნაირებია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ევროპულ და იაპონურ ბრენდს, მაინც რომ პატარებს უშვებენ, იმიტომ რომ პატარა ქუჩები აქვს და ეგეთები აწყობთ. Citroën C4 Torpedo, აუ რა ლამაზია ბიჭო. ანა ნახე ეს რა დახვეწილია. აი ეს დელაი თუ როგორი გითხება, არ ვიცი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფრანგული ბრენდი. ძალიან მაგარი მუზეუმია რა. ისეთი მანქანები დგას, ისეთი მოდელები უიშვიათესი მართლა, არცად როგორ შეხვდებით. აქ არის ახლა ლემონის მანქანები, ახლებიც არის ძველები. იქეთ რალიკროსის მანქანებიც არის და ანა აპაშენიც როგორ დააფიქსირებ ახლა ყველა მოდელს, ყველა საინტერესო მოდელს. იმიტომ რომ აი მართლა საოცარი მოდელები არის რა. ეს მანქანა კონკრეტულად A100 არის რალის ლეგენდა რა. რო გამოვიდა ეს მანქანა ყველაფერს იგებდა. და დაგეთ რა პატარაა. ძალიან პატარა. ძრავი უკან ხონდა. აუ რა ლამაზია, შინით რა დახვეწილია, სალონის ძალიან ლამაზია. სავარძლებიც, სიამოვნებით ვივლიდი ამითაც ახლა რა. ნახე რა მაგარი მანქანა. აი ეს ძრავი წვავს, მე მგონი ერთ გარბენზე, ვინც არ რამდენი ლიტრს წვავს. აუ ზუსტად არ მახსოვს, 20 თუ 30 თუ 40 litrს წვავს ერთ გარბენზე. მე მგონი 8 ცილინდრიანი 7 და 8 არის მოცულობა და 2500 განიზალა აქვს. ამ მანქანით გახდა სებასტიან ლოაბიმონი ჩემპიონი რამდენჯერმე. არა მართლა ცოტა არის 1 საათი ამ მუზეუმის სასაფარიერებლად რა. ნებენა შოქში ვარ ისეთი რაღაცეები დგას. ეს რალის ავტომობილებია ძველი, ხო? იმის არის, ხო? მე მგონი გრუპის ვიდეოა ჩართული, მაგრამ რომელიმე გრუპის მანქანები თუ არის, აბა ნახოთ. ეს მე მგონი, ხო? იცო? კი, აი ეს უნდა არა, ეს ვერსია. Turbo Quattro. აუ რა ლამაზია.
მისი აღმატებულება Lamborghini Diablo 1986 Lamborghini შალბა. რა საოცარი მოდელები არის, ნახე. რა მაგარია, ნახე ძველი ისინი არის აქ ინსტრუმენტები რა. ძველი ხლონტები არის. ინსტრუმენტების მაგიდა როგორია, ნახე. რა მაგარია. ამწე როგორი ხონდათ? ასე აბალანსებდნენ საბურავს, როდესაც ააწყობდნენ დისკს ძველი მეთოდით. რა საინტერესოა. აქ სათამაშოებია, გამოფენილი, რა მაგარია. ძველი სათამაშოები. ანუ ერთი ქარები რაც არის რეალურად ახლა რო ეძახიან, იქნებოდა შიდაწვის ძრავებით. სუპერ უფრო თანამედროვეა ის, უფრო ძველებურია. ნახე თვითონ ხელში უჭირავს პატარა ძრავი. პატარა ძრავი, ხო. ესეთი ხალხის რა საინტერესოა. იქნებოდა ახალი დიზაინები მანქანის. ნახაც მიუტანდნენ და თვითონ ესენი უკვე Bugatti Type 95-ია, ეს არის ლეგენდარული მანქანა, რომელმაც მოიგო 1000-ზე მეტი რბოლა. აი, ეს არის ძმაო ყველაზე მაგარი მანქანა. 205 GTI. აი ამ მანქანაზე ვსაუბრობდი წინა ვიდეოში, ყველაზე მეტი რო ვისაუბრე. ეს არის უკვე Ferrari-ის კუთხე. Ferrari-ები რაღაც ისინი მაგარი ტესტა რო საყავთ. GTB ამ E-Force და რაღაცა არ დგას რა. DS D-Special. გალამაზია. კი. ფანტომაში იყო ეს მანქანა. ხტები რა ქონდა. ეგეც არის. და ეხა შევდივართ Formula 1-ების განყოფილებაში, სადაც ნახავთ ძველ Formula 1-ის მოდელებს. ამდენი Formula 1-ად არ მინახავს არსად. Alan Prostის სტრასა. Alan Prostის ის არის ერთ Formula 1-ის შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე სხვა საინტერესო ავტომობილებთან, მაგალითად ისეთი როგორიც არის ეს Renault 5, რატომღაც კამერა ამ დროს გადაუვარდა ანას. ეს არის Renault 5 Turbo, რომელიც ლეგენდარული მოდელია და ძალიან ბევრი გამარჯვება აქვს რალის სხვადასხვა ეტაპზე მოპოვებული. და ასევე შემთხვევით წავაწყდი ამ საინტერესო Mazda Miatas, რომელიც მყავდა მე წინა ცხოვრებაში. კი, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ წყვილ თარბოლებზე და ავტოსპორტში სწორედ ამ ავტომობილით დავიწყე და ძალიან მიყვარს ეს ავტომობილი, ეს კონკრეტული Miata NB სერია. და ამასობაში უკვე ბოლოში გავდიოდით მუზეუმის დათვალიერების დროს ეს ლეგენდარული, რა თქმა უნდა, E500, რომელიც ძალიან მიყვარს ქართველებს და მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო Mercedes-ია. ამ მუზეუმში ძალიან ბევრი საინტერესო ავტომობილი იდგა. თუმცა ამ დროს შემოგვესმა ავტოდრომიდან უკვე მანქანების ძრავების ხმა და რაც იმას ნიშნავდა, რომ რბოლები დაიწყო და მანქანები ხურდებოდნენ უკვე ტრეკზე და ჩვენც უშუალოდ ტრეკისკენ გადავინაცვლეთ. მოგეთ ცოტა ხანში დაიწყება ახლა ტრეკზე შესვლა. აგერ ჩამოვიყვანეთ ისაბმელიდან მანქანა. გიო ახლა ამზადებს საბურავებში ნახეთ წნევა რამდენზეა და ცოტა ხანში შევარდებით ტრეკზე. უკვე გახსნილი აქვთ შესასვლელი ტრეკის ცენტრალური. და ცოტა ხანში ჩვენც გადავიყვანთ მანქანას იქეთ, აქ არის ესე პარკინგი, სადაც ტექნიკური მანქანები დგას. ზოგმა შეიყვანა უკვე სპორტული მანქანა შიგნით და ცოტა ხანში შევართ. და ამ ტრეკზე არ ვარ საერთოდ ნამყოფი, ვიდეოზეც კი არ მინახავს როგორია ტრეკზე, ანუ როგორია საით რომელი მოსახვევია და ამ შემდეგ გიოს ჩაუждები სავარაუდოდ, რამდენიმე წრეზე ვნახავ როგორია ტრეკი და მე მეც გავივლი Peugeot-ი და ნამდვილ ფრანგულ გამოცდილებას მივიღებ საფრანგეთში ფრანგული ავტომობილით.
გიოს პირველად არის საფრანგეთში ფრანგული ავტომობილით. ნახოთ რა მოუვა ფრანგულ ავტომობილს. ნახოთ რა მოუვა ფრანგულ ავტომობილს. S16-ია, ხო, მანქანაზე აქედან მიყავს. ეს არის 206, S16. 2-დან 0-ია, მაგრამ არა 1-ზე. ეს არის შედარებით ნაკლები ცხენი ძალით. 137 ცხენია, ხო? 137 ცხენი ძალა აქვს. აგენია ნანკანგის ნახევარწლიკები, მაგრამ არა CRS-ი, ეს მოდელი არის NS2, ხო. ეს ის კარგად მუშაობს, თუმცა CRS-ი ჯობდა, მაგრამ არ აქვს. რა შეეხება მის წონას, როგორც ხედავთ, გიომ გამოფატრა ეს მანქანა უკვე მთლიანად და ალბათ რავი, ტონაზე ნაკლები ზონის, ხო გიო, რავი, რა იქნება წონა. ზე ბამპერიც უკანა ფარიც მოჭრა, აეროდინამიკულად რო არ შეაფერხოს არაფერმა, ორი გამშვები უღენია, ნახე რაღაც ბრენდი. სხვა ისეთი მანქანა ფაქტიურად ხალხურ მდგომარეობაშია, რა. შედარებით დაბალი ზამბარები აყენია და სულ ეგაც. რა ვიცი, ნახოთ. როგორი ვილის იმედია. ჯვარისწერი არაფერი არ დაემართება და ყველა ისე ამოვნებს. ფილტრი გასაჭიროა, ხო, არ ფილდება არაფერში. სტანდარტია ყველაფერი ჯერჯერობით ეს სატესტო არის. მაქვს დაკიდების სისტემა გამზადებული, მაინტერესებს ხახნულად როგორ დადის და მე ძრავში ალბათ გასწრებებს შევცვლი, შემშვებს, გამშვებს, გადაცემა დატოვებს, დავამოკლებ და დაკიდების ალბათ 170-180-ზე აიყო. მოკლე გადაცემით თუ ძალიან კაი ტიპი იქნება. და დაკიდების სისტემა დაკიდება აუცილებლად. ხო, მაგ გამზადებული ვერ მოვახსოვე. აი, სავარჯლებსაც შევცვლი. სავარჯლებს შევცვლი, ძალიან მაგარი მოფიქრებულია ეს. აი, ყველაზე მეტად 4-იანი უგონია, მეგონი რა. კაი, რა მაინტერესებს სიაკ ტრეკდეიზე, რამე, აუ რა, ლამაზი პორშე მოვიდა. რამე შეზღუდვა არ არის, ვინმე არ გიმოწმებს მანქანას ან ამერიკეთი? ტრეკდეიზი არა. რავი, არასდროს საშუალო მოწმებია და. ანუ მოდიხარ, შედიხარ ითაც გინდა, ხო? შენ თვითონაც უნდა ყავდეს ოფშერი მანქანები, თუ ტორმოზი არ გააქვს საბურავი. ხო, ეს თავისთავად. საავადმყოფო გვერდით იმოწმებს შეფული გაქვს თუ არა და ჩაფხუტი სავალდებულია. ჩაფხუტი სავალდებული. რავი, ნახოთ რა სიტუაცია. პირველად მე სატესტო რეჟიმია, მაგრამ მაინტერესებს როგორია გადასახდი. აი, მე ვარ იაპონური მანქანის მოხალხე ადამიანი. რა ვიცი, ნახოთ საფრანგეთში კანძოს ვსდი. თუ ვერაფერი ვერ გამოვიდა, მე ისე ხონდა საუბრობდი. აი, ოკეი. გადახანში შევალ და გაჩვენეთ რა და როგორ ხდება. შიგნითაც რა თქმა უნდა, GoPro-ს დავაყენებ, onboard-ი რო გადავიღოთ.
მოვიდეთ ერთი შეცვლა ვიარეთ. ძალიან სახალისო მანქანა არის და ტრეკი არის ძალიან კარგი რა. ტექნიკური ტრეკი არის, ჩქარი არ არის, მაგრამ მეორე მოსახავია ტექნიკურია, საკმაოდ სამუშაოა და ძალიან სახალისო გარბენი იყო რა. ნახავდით პირველი გავლენის კადრებს. ეხლა ისევ შედიან ბიჭები, ივლიან, ცოტა მანქანას გავადგილებ და ერთხელ მე მგონი ისევ შევალ. აქაც მანქანები ძალიან ბევრი მოვიდა, ძალიან ბევრი საინტერესო მანქანა. ძალიან მაგრად არის მომზადებული. Toyo სამერიანი, ყავის დაგირების სისტემა, პროტეგის დისკები. და რა ვიცი, საჭიროა შესრულია შიგნით. ძალიან ლამაზი მანქანა. და მაგრად არის მომზადებული. მურგულინგის ლოგოც აქვს მიღებული. თუ არ ვცდები, ეს მანქანა ყავს მიშას გადაღებული თავის ერთ ვიდეოში. შეიძლება მეშლება. რინგზე გაასწორებდა ესეთი მანქანა. პორშეებიც არიან. ტრექსის სტადიო და ზენა რამდენიმე. შემოშორის მაზდებიც არიან, თავისი როტორებით. რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს. აი შედის ახლა. ჩვენი პეჟო. აქეთ მინი კუპერებიც არიან. მინი კუპერებიც მოძრაობენ. ეს ნამდვილი ჰონდა სპანია. შევიდნენ ისეთი ხალხი, რომ ძალიან აფასრები არიან ორი. აი რომ ვატყავოს ერთი, რა. ეს ის მომზადებული პეჟო არის, მე რომ მოვინდომე რომ გავუღები მეთქი, მაგრამ ძალიან მაგარი მანქანა. ეს 315 სტადიო და წეგან ტრეკზე და ჩემდა გასაკვირად არის მოსული სამთრის საბურავებით. და ეს ულამაზესი ზედოთქის ხუთი. აი ეს უკვე სწორი საბურავებით არის მოსული, მიშელინები ვოგანია, ველოსპორტ ხუთები. ძალიან მინდა ესეთი BMW და ანასაც ძალიან მოსწონს ეს მანქანა. Z3-იც ძალიან ლამაზია და Z4-იც ძალიან ლამაზია. ასეთი დიზაინიც არის უნიკალური რა, მართლა არ გავს ასეთ მანქანას და Z3 და Z4-ია მხოლოდ მე მგონი ესეთი. მექანიკა 3-დან 0 ატმოსფერული ძრავით. თუ სწორად მახსოვს 270 ცხენი აქვს, 260. ეთულა სულ ფრანგული მანქანები არიან, Clio, Peugeot, Nissan Peugeot. ეს Z სტადიო და შეიძლება სხვადასხვა და რამდენიმე მოსახელში დიდი აიარა და მე მართლება მისცეს შენიშვნა. ერთი სიარული შეწყვეტა. ახლა სიგებზე დგას, კარი მოზადებული ზედია ესეც. ეს CVT ტურბინიანია 1 და 4. ეს საქსოც გადაშორის არის გატურბინებული, როცა ჩავიყავით ახლა კაპოტ ქვეშ. რაღაც პრობლემა შეექმნა და ძალიან შემოიღონეს ევაკუატორით. ძალიან ლამაზი მანქანა, რომლის სისტემა შეცვლილი აქვს. აი, პატარა ტურბინას ვქენია. Porsche სტადის GT3. აი ხა შემოდის მონი. ეს პერტი Porsche სტადის, მაგრამ მანამის მაგარი მოლი არა. ცოტა ნელია. მოკლედ ასეთი სიტუაცია ტრეკდეია. ტრეკსაც გაჩვენებთ ახლა. ვესტები რამდენიმე მოსახვევი დავაფიქსირო. ძალიან სახალისოა რა ესეთი ტრეკდეები როცა იმართება ხოლმე საქართველოში გვაქვს ძალიან მაგარი ავტოდრომი, რუსთავის ავტოდრომი და არ არის დატვირთული მაინც და მაინც რა, ანუ ბევრი მანქანა არ ჩადის ხოლმე სასიარულოდ. როცა გადაღებაზე ჩავდივარ და შემდეგ კი ვიღაცები არიან ხოლმე, მაგრამ იმდენი მაგარი მანქანა არის თბილისში, რომ შესაბამისად არიყენებს ბევრი მანქანებს და არ დადიან ხოლმე ტრეკზე რაც რა თქმა უნდა დასანალია. არა და ძალიან მაგარი ტრეკი გვაქვს. აი ესე გამოიყურება ტრეკი გარედან. ერთი დიდი მინდორია, შუაში რამდენიმე ხედი გას. და კედლები და ბარიერი არ არის ახლოს რა, ერთადერთი ეს ბარიერი არის ბოლო მოსახულისა. და შეიძლება სულ გაშლილი და კარგად ახმადი ტრეკია. ბევრი არის მოსული ხოლმე აი მაგალითად ეს აუდიც ახლა ქართული მანქანით მოსული საერთოდ რო კავშირი არ აქვს ავტოდრომთან, მაგრამ თავის ესე ვთქვათ მუღამს ისწორებენ რა. და სწორია. არის აუცილებელი ემოციით და რაღაც ეგეთი მანქანის მოხდიდა, პრინციპია. რაღაც ყოველდღიური მანქანის მოხსნოს ეს სპორტი. მოხვიდე და ტრეკზე დაიცალო და
მოკლედ დაველოდები ახლა ისევ ჩემს ჯერს და შევალ ისევ ბეჟოთ. შემოვლე დელა. აგე გაგევინა, აგე შინაი. აი იმას ვერ დავყავი მაგ. მაგარი ჩქარია. თან რულიც რო ისაა კაფილას. სრიალი. უხლებთან ვაქ რა და იმაში ფეხებსაც ვერ ვატარ. დავიტათ
ხალხი მახელაზე. გააკრებინო? ბიჭო, არა, არ დავაზია. პარაბრიგზე ავხდით და იქ ჩაქრა და შეიძლება რაღაცაა რა უსაფრთხოება. შევაგოროთ, მოდი. რო ყავდა 106 ეგრე მომივიდა რა. შევაგოროთ. კაფსულა არა აქვს, წინ აკუმულატორზე. აკუკე. დაულ. ბიჭო, პარაბრიგზე შეჭრა რა. ეგ ამოაგდო. დავიცალეთ, მოკლედ ძალიან ვისიამოვნეთ რა. კაპიტან, მადლობა ძმაო. ფრანგული გამოცდილებისთვის და მითხარი, ეხა შენ ჩავარად ვარა ბეჯომ გამოსთა და რამე თუ ეტყობა რომ გაამზადებ ან Civic-თან როგორ შეადარებდი Civic-ს? Civic-ი მერაცხოლია ყველა იყო უკვე გამზადებული. ხო და ამასაც რო გავამზადებ, მე უფრო დასკვნა უფრო მე იქნება, მაგრამ სალამურისგან რო იძახიან, ამისგან გამოვა მანქანა, კი ბატონო. ჩავარებულია გამოსთა ბეჯოს. მე მომეწონა რა, მართლა ხასიათი კაი აქვს რა. პადვესკა უნდა რაღაც ხელი შევლება და შვენიერი მანქანა იქნება. ძალიან ვისიამოვნეთ, მოკლედ გამოდელი დღის, ძალიან გაასწორა, მუზეუმმაც ძალიან გაასწორა. ხო და აი აქ ვინც დგას ეხა? დაახლოებით 4 საათია, მანქანა არ გაჩერებულა რა. შემოვიდო და დაждდებოდა სხვა შევიდოდა და პეჟოზე მივიდა მართლაც გამძლე არ არისო. თუ თქვენც გეგმავთ ასეთი გამძლე ავტომობილის შეძენას, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ carvertical.com-ი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩამოყრილი არის თუ არა გარბენი, დიდხანს ხომ არ იდგა ეს ავტომობილი, ან 4 ქართველს ხომ არ ყავდა ნაგაზავები საფრანგეთში რომელიმე ტრეკზე. ხოლო 20%-იანი ფასდაკლების მისაღებად გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი. ათმა კაცმა რა ვიცი. მართლა გაუძლო რა. Honda-ს გაძლევდა რა თქმა უნდა, მაგრამ Peugeot-მას გაძლო იდეალურად. კოლოფს, ზრავს, სერპენიას, ტორმუზის სისტემას, არაფერი პრობლემა არ ქონია, ვაფშე გაძლო იდეალურად. ამდენმა მზღოლმა ვიარეთ პრობლემად. ანუ პადვესკაზე და კიდე წონის დაკლება და შუშებს მოხსნიდი, წონას დააკლებ, პადვესკას დააყენებ, შემშვებს, გამშვებს გაუკეთებ, ცოტა ნასტროიკას გაუკეთებ და ძალიან კარგი მანქანა გამოვა რა. აი მე ვნახოთ უკვე Honda-სთან როგორ ახლოს მივა რა. ეგ შენეძებს თუ მადლობა მანქანას. ჩამოვალთ. ვიაროთ. კაი, მოკლედ დაგემშვიდობებით, არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. 20.000 გამოწერზე ავალთ ძალიან მალე და სამ გამოწერს ავარჩევთ, ვისაც ვასწავლით დრიფტს. ტრეკზე სიარულზე შეიძლება ვასწავლოთ ვინმეს, რავი, თუ იქ მეინტერესებს, მაგრამ დრიფტი უფრო მეტად ალბათ და ასე რომ არქი გამოვიძებთ აუცილებლად. წავედით ახლა, ისევ დაბრუნდებით დღეს. ხო, მოდი. ომოს, რავი, ვინს დრიფტს ადენებს. თვალყურს გეცოდინებათ ახლა რა, პირველი სერია ყავს და პროკლაშიც გამოდის წელს, ხო? ხო, და მანამდე კინგზეც სტადიონდა და ეხა იარე ტრეკზე მანქანით, ხო? მანამდე მგონი არ ქონია გამოსილება და ქონდა. ასევით დავდიოდით ხოლმე რა. მაინც დრიფტი ჯობია რა. აჰა, დრიფტი ჯობიაო, რა ვიცი. არ ვიცი, აი ნურბურგინგზე რო იარო ნავათმა, მერე შეიძლება გადაიხარონ ტრეკისკენ. ეს კაია რა, ეხა ყოველ თვეში ერთხელ ტარდება და ჩამოხვალ რაღაც დაქვერო ცხოვრობ, გამოხვალ რაღაცებს. ემოციებს შენ დაიცლები, გაისწორებ შენ ჭიეს რა. დრიფტი და პროკლასის დრიფტი თან ცოტა სხვა ის. ის სხვა რაღაცა. ხო, სხვა ადრენალინია. ეს აგერ რავი ერთიანი ნახევარ ვიარეთ იმ და კიდე ვივლით რავი просто დაიკეტა თორე კიდე დავდიოდით იმენა და დააწვით ნახევარი ბაკი მარტო. ხო, გაჩვენდა და რაღაცა დაიტახურეს და მორჩა თორე კიდე ვივლიდით. მოკლედ ძალიან ვისიამოვნეთ რა, ხო, მეც ძალიან ვისიამოვნე, მადლობა კიდე ერთხელ გიოს მასპინძლობისთვის და დავადროებით. ესეთი ეკონომია მანქანა საერთოდ მიგაზავია. ბიჭო, არ ვიცი, ხო 3 საათია მანქანა. არ გაჩერებულა და დაწვა 20 ლიტრი ბენზინი მე მომიჩა.